მოგესალმებით მეგობრებო, აი რაღაცნაირად მინდა ჩავწერო. ახლა ვარ ბელგიაში, ანტვერპენში. რა ვიცი, ახლა ამ ერთი მანქანის გარდა აქ მანქანა არ დგას, რომელიც თქვა 20 წლის, 15 წლის, 10 წლის არ იყოს რა. აი არ დგას მანქანა, რომელიც რა ვიცი, წლოვანება არ კონდეს. და მინდა ერთი რამ გითხრათ რა. ბელგიაში ჩვენზე 10 ჯერ უკეთესად ცხოვრობენ. არ არსებობს მოქალაქე კი არა, ემიგრანტი რო ხარ და ჩამოსული ხარ და კიდევ არა გაქვს სტატუსი მოსეული, დაზვევას გიკეთებენ და მკურნალობენ და რა ვიცი, რას არ გიკეთებენ რა და მუშევარი ადამიანი არ არსებობს, ვისაც მუშაობა უნდა თითქმის. და რა ვიცი რა, ერთი აჟერ უკეთესად ცხოვრობენ, მაგრამ მათ ყავს ასეთი მანქანები და ახლა საქართველოზე არ მინდა რო თქვა და მინდა ერთი რამ თქვა. აი, როდესაც იძახიან თურმე ბავშვების ჯანმრთელობაზე და ჰაერზე ზრუნავენ. აი, თქვენი დედა მოვტყან მე მანდა მაინც რა. აი, ნახე, კალაძე შედედა აფეთქებულო და ნებისმიერი ქალაქის მერო. შეხედეთ, ახლა ბინები როგორაა დაცილებული ერთმანეთზე. ყველა ბინას აქვს თავისი სკვერი, აბსოლუტურად ყველა ბინას. და საერთოდ სტრასბურგში პირველად რო ჩავედი, ასე მეგონა მეჩხერ ტყეში ჩაიმასკრენ სახლი თქვა. შენ ახლა აქანი ალბათ კორპუსებს ააშენებდი 50 წელს. და არა და ყველა ქალაქს აქვს თავის განიაების კოეფიციენტი. უნდა განიავდეს. ყველა სახლი უნდა იყოს დაცილებული ერთმანეთზე და მეზობელი მეზობელს აწოდებს ყავას ფანჯრიდან, წინაბინიდან წინაბინაში. რა იმაზე ეკოლოგიაზე საუბრობ, თქვენ დედა აფეთქებულებო. ახლა სხვა რაღაცები ჩამოთვლა, რაც იწევს მაგას, აღარ მინდა. ახლა დიდი ვიდეო გამომივადა. აი ესაა ევროპა, ესაა ადამიანებისადმი სიყვარული და არა ფულისადმი. თქვენ ღორებო, თქვენ გაუმაძღარნებო და აი მართლა მაინტერესებს რა. აი მართლა მაინტერესებს. დედა აფეთქებული. რატო გეზიზღებათ ეგ ქვეყანა ასე? აი რატო გეზიზღებათ ეს ხალხი ასე? აი არ ვიცი რა, აი ნახეთ რა, ერთ მანქანას ვერ ნახავ. ახლა თითო ორ ალბათ რო იყოს, თქვათ 20 წლის გამოშობილი და ის. ერთ მანქანას, როცა ბელგიელები აჟერ უფრო უკეთესად, ეკონომიურად და დაცულად ცხოვრობენ ვიდრე საქართველოში.